შენი კვნესამე? ხო. ერთი წუთი ენასკვილი დააჭირე და დაფიქრდი. თვალის თვალში გაყრა, მტკივნეულია. მარიაჟობ. და შენებურად როდის უბერავ? დრო ხო არ არის რომ კაცებმა საიდუმლო გავამხილოთ. ვინ თქვა? პატარაობაში სულ მაინტერესებდა დედაჩემი როგორ იგებდა ყველაფერს. როცა რამეს გავაფუჭებდი ან გავტეხავდი. ყველაფრის საქმის კურსში იყო. რომ ვეკითხებოდი საიდან გაიგე მეთქი პასუხობდა ჩიტმა ამბავი მომიტანაო. მე კიდე გამწარებული გავრბოდი გარეთ და ამ ჩიტებს ქვებს ვესროდი. არა ვინ ეკითხებოდათ? მე ვეუბნებოდი ვინმეს ჩიტები როცა რამეს აფუჭებდნენ. ახლა ჩემი შვილი რომ გააფუჭებს რამეს და მეკითხება საიდან გაიგეო. მე ვეუბნები თვალები ყოველთვის ყველაფერს ამბობენ მეთქი. მოიცა კაცო. ახლა დავფიქრდი. თვალებს არაფერი დაუშავოს. არა როგორ ავუხსნო რომ ყველაფერს ისედაც ვხვდები. ჩიტმა ამბავი მოგიტანა. შეგვიძლია. შეიძლება ხოლმე პირდაპირ გავაგზავნო პროექტს. რა ისა? თან კაი. გამარჯობა ბაჩორო. ვიცი. კაი. მოიცა კაი. მაგარი სერიოზულად მიუდექით ხო? მესამე. კაი. მოიცინი ამ ხელად, მეჭიხვინა. აი. მე ჭიხვინა. გამარჯობა ბაჩო როგორ ხარ? როგორ გომახია რა დავიწყე? რა კაია? აი კარგად ისე საღამო რომ მოდის და როზი ხარ სასაუბროდ. თავად როგორ ახარ? ძალიან კარგად, იმიტომ რომ ჩემი სტუმარი ხარ. მართლა ძალიან დიდი ხანია. იმიტომ რომ ჩემი სტუმარი იყო, იმიტომ რომ ძალიან გამორჩეული არტისტი ხარ ჩემთვის. კახი კაფსაძეც უყვარდა ხოლმე, მე მსახიობი არ ვარ, არტისტი ვარ. და ნუ არტისტი უფრო მაგარი. აუ მაგარი. მაგარი. საოცრება იყო. ისასწავლი იყო. ჩიც რა ამბავი მოუტანია? აუ ბევრი. მოკონდა ხოლმე? ბევრი. არის ისეთი რაც გახსოვს და ცუდად ან კარგად? ჩიტთან? ჩიც რა ამბავი ჩიტთან ამბავი ასწორ. ჩიტონიებზე არა, ალბათ ჩიტთან სუმიდიორ ხოლმე ჩოხელთან. აუ ხო, აუ რა კარგია. აი, სადღაც გამჭედა პირველად ჩოხელმა მანდრა, შემთხვევით რაღაც სახში. ციგნი გამოვაზრე. წვრილი ჩოხელი იყო და იქ წავიკითხე რა სიზმარში ვნახე ჩიტიო რა ფრთა რომ ხდაოდა ესეთი ყოდი რა. ალბათ ეგ ჩიტი მაგამახსენდა ეხა ისე. ალბათ ვაჟასთანაც მიდიხარ. ხო. თუ ჩოხელთან მიდიხარ იქ ვაჟასთანაც წახვალ, ხო. წარმოიდგინე რუსთაველის თეატრში დაიდგა სპექტაკლი სტუმარმა სპინძელი და ნანახი მაგ. ხო. ინფარქტმა დამარტყა კიდე რა. იყო მაგარი. სიგარეტის პირველი ღერი რომ არ მოგეწონა, რატომ მოწიე მეორე? ვინ თქვა? რომ არ მომეწონა. ვინ თქვა რომ არ მომეწონა და? ცუდად გავხსნი აღლოთ მახსოვს. თავბრო გეხვევა და თემები. არა, იცი რა მოხდა, აი პატარა რაღაც კვადრატები რაცაა იატაკზე, რა, აი წერტილივით რაც არის. უცბად თან რომ მითხრეს, მეგონა რომ ეწეოდი, პროცლის. ფერფექტს ვაკეთებ, შენ გონიაო და აი გაეთეოდა გავაკეთე და ახალი ნანახი მქონდა ძველი კინგ-კონგი რა, აი ყველაფერი გასთა სახლები და მეთქი მე მომივიდა რაღაცა და ცოტა მომეწონა, მაგრამ მე მივხვდი რომ გული ისე ამიშქარდა რომ ბიჭო ხო, მე სიგარეტზე ადრე ცოცხი მოვწიე. და ასრო ცოცხი.
დღევანდელ თამბაქოს ანუ შეულებრივად ეწევი ესე იგი მე ეხაზგავს სვამ ყველანაირ თამბაქოს რაც ახალ ყუთებში გამოდის. კაი ბიჭობასა და ტორტ შორის არჩევანის გაკეთება გიჭირდა? იცი რა, ვცდილობდი რომ ისეთი კაი ბიჭი ყოფილიყავი ტორტს რო ჭამდა რა. ვიყავ. მაშინაც სამშაბათი უთხშაბათი დავდიოდი რა პიონერთა სასახლეში და ისე წნეთის ქუჩაზეც ვიყავი. ხუთი დღე ტორტი გიყვარდა. დადესი არა. ეცე სპექტაკლებს თამაშობდი. როგორ ფიქრობ, ლექსის კითხვას გრძნობა ჭირდება თუ ტექნიკა? აუ გრძნობა. გრძნობა. უფრო მეტი გრძნობა. თორე ტექნიკითაც ალბათ წაიგითხავ რა. კი, წაიგითხავ. ხო, წაიგითხავ. ტექნიკითაც მელოდიურად და ცრემლებით და რამე, მაგრამ კი. საერთოდ უცნობ ლექსას. მე დავამუღამე ვიღაცებს აი სრულად უცნობი ლექსის შემიძლია ავიღო და ისე წავიკითხო რომ ვიღაცას მოეწონოს, მაგრამ მე არ მომწონს. ხო. ოფილა. შენი კუნესამე? არა თუ ჩვენ წერს. არა ჩვენი გვეყოფა. ჩვენ წერს კონდეს კნესა არ გვინდა. ეგენი თუ მოგწემენ საკვნეს. თორე არ კნესი. ჩვენ სოზეიზი რა კავკასიური. ხუნეში უფრო გვიდრე კნესა. უფრო ხო ჩვენ არ კნესით, ხო ხუნეში. ნეში თუ პროკი. ეგ ახალი ამბავია, შენი ხნეშაბა. ჩემი ძმა კარგი გვეყოფა. ხნეშა გვეყოფა. რაღაც მესიამოვნა ხნეშა ბოდიში. რომ იგი ჩვენ რას იზავ? დავიშვენ. რომ იმიშვა. იძინებ დათვივით, ხო? არა, ვითომ ძინავს, მაგრამ ვისეირნებ რა. ისო. კარგად ვისეირნებ. ომეც. აი მე და საქართველოს დავათვალიერებ კარგად კიდევ. ნანახი მაქვს. მარიაჟობ. ჩვენ ხო მეც ნანახი ბევრი მაქვს, მაგრამ ბევრი ალბათ არ მინახავს კიდე რა. ძალიან ბევრი რაღაცაა, რომ შიგნი რო შედიხარ, უფრო მაგარია რა. რამ შიგნით შესვლა გვეზარება ხოლმე ხშირად და არა და იქ უფრო მაგარია. და აღმადაღმა ნახავს ეგ. ხო, და ხო, ბატონო? აღმა, ხო, ჩვენ მეორე პროექტი გვაქვს აღმადაღმა. და ხო, დავბოდიალობთ. აღმადაღმა აი როგორი თემა იცი? 3-4 ძმაკაცი მივდივარ, სვავ, გულაობთ. და თან რაღაც უცნაურ ადგილებში ხვდებით რა, დეგენერატები ვართ. ძალიან გაფასებთ. ხო, ის თემა არ არის, ვაიმე ხა ეს, ვაიმე ნახეთ როგორი შესანიშნავი ძეგლია, არა, მივდივართ, ღლიცინებთ, ვსვავთ. ერთად. კარგ ხასიათზე ვართ რა. კი, მაგარია. თვალის თვალში გაყრა, მტკივნეულია. ალბათ. ხო, ამით გააჩნია რა. ხო, რაღაც. ბევრჯერ არ მტკენია სვიტყვი. ხო, აუ კაია ეგ. აი. პირისპირ თუ ზურგს უკან? პირისპირ. ყოველთვის? ყოველთვის მზად ხარ ამ პირისპირ შეხვედრისთვის? ბოლო წლები ვემზადები მაინც რა. ბოლო წლებს ვამბობ რაღაც წლებს, რომ ვისწავლე. ხო. ხო. ერთი წუთი ენასკვილი დააჭირე და დაფიქრდი. ხო. და მე თქვი. ხო. ვისწავლე ხანდახანდა რა ვამბობ რა და გამომდის ხანდახან რა სანამ ვიტყვი ცოტა ვფიქრობ. და შენ სანამ გეტყვიან ეგ მომენტი გააქვს, ანუ გირჩევნია პირისპირ გითხრან ვიდრე კი, ყოველთვის. მე მგონი ხო ალბათ ეს სუეგრია რა. ყოველთვის რა. ჯობია რა. როგორი ცუდიც არ უნდა იყოს. ესოში კისტრის ტეხით ჩადიოდი ხოლმე?
ისრის ნაკლებად, მაგრამ აი ბებოსთან პარასკევი შაბათი ფეხების მოგლეჯით თუ რაღაც მერვე სართულიდან ჩამოდიოდი და ოღონდ მართლა. აი ეს მოდი მოსახლეებში რუჩკას აი რუჩკას ვაკეთებ. მოსახლეებში აი ისრაფე მქონდა. დამიჭირეს მან თურმე ახალი ნასწავლი მქონდა სიარული. მართლა დედაში მაშინ მოვიდა ეძინაო რა და უნდა გაგიღვიძაო მოგიწექიო და აი ცოტა ხანი რო არ გამოხვიდიო და ბებია ჩემი შემოვიდა და უცბად მიაღარა ვარ და სახლი გადაკიკეს მერვე სართული მეორე სართულზე კაროჩე დამიჭირეს მერვე და იბიდოს მოზრაობ რა საუბრის დროს ხშირად ამბობ მაცადეს არა აღარა ალბათ თუ არ მისმევ კიდია ხო და ალბათ ბევრს აღარ ვსაუბრობ ხო ეგ არ მეც ეგრე ვარ ანუ ადრე ვამბობდი მაგრამ ეხა არა თუ დავიწყებ და მის ხვდები რომ არ მისმევენ აღარ ვამბობ მაცადემ კიდია მე ვიცი რა ხო თუ გაინტერესებს გეტყვი თუ არა ხო შენ ციცი ეხა ფაქტიურად ყველაფერი ვიცი და სპექტაკლი რომ თავდება რა იწყება ისევ ძველი დრო რუტინა არა რუტინას ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ალბათ მაინც პროფესიიდან გამომდინარე რა ხო აი მთიშავს რა ხო თორე არის ალბათ არ ვიცი ხო ეს პროფესიაც ალბათ რუტინა უბრალოდ просто ბევრი სახე აქვს შიგნით ხო აი მაგას აი ფერები აქვს რა გზები აქვს შიგნით თორე ერთი გზა არა ხო და შენებურად როდის უბერავ წელიწადში ერთხელ ხო კი კაია მე მარიკამ პოულობს კაია შორს ასწორებს ოღონდ უბერავ უბერავ სამი დღის მერე ვაფიქსირებ მაგრამ რა მოხდა არ მახსოვს მაინც ისამი ხო რა იმ წუთებში რომ მოგწონს მე სულ ვამაყობდი რითიც რომ ვთვრებოდი მახსოვდა ყველაფერი 30-ს რომ გადავაბიჯე რომ ვთვრები აღარ მახსოვს ბიჭო ერთი რა მე თავს ვიწყნარებ იმით აი სადაც დავიწყებ დალევას რომ დავაფიქსირე ხო და მე აღარ მახსოვს აი მიყვარს ხოლმე სადმე კაფე პივის ლუდი მიყვარს ძალიან და რაღაც გამოყოფს სტალიჩნაე მიყვარს კიდე ესე დასალევა და ჭაჭა აი ესე თუ გამოყოფ დანარჩენი ყველა ერთია რა აი ლუდი სტალიჩნაე და ჭაჭა დანარჩენი ყველა ერთია და ყველაფერს თუ დავდო ჭაჭა მე მიყვა აი ქარხული ჭაჭას ვსვავ ნამდვილ ჭაჭას არ ვსვავ რატო იცი აბა ერთადერთი სასმელია რომელიც აგრესიულს ხდის არდალიო ოჯახ არს ანუ ანუ ოჯახის გაკეთებულ კარგ ჭაჭას გასაგები არ ვსვავ რა გასაგები ანუ რაც ავნო დავლიო როგორი კარგი სიმთვრალე მაქვს იცი აი შენ გენაცვალე შეგეხუტული ჭაჭას დავლიო სახლში გაკეთებულ და აი მოჭუტული ტიპი ვიჩნე რატო ანუ არ ვსვავ რა მაგто არ ვსვავ ჭაჭას უკვე წლები ესეთი ამბავია სამი ექიმი ამბობს რომ რობერტი მათი ძმაა რობერტი კი მოიცა სამი ექიმი მოიცა მაგარია რა სამი ექიმი ამბობს რომ რობერტი მათი ძმაა რობერტი კი აცხადებს რომ მას ძმები არ ყავს რომელი ტყუის დები ტყუია ალბათ რატო იმიტომ რომ არა არც ერთი არის ტყუება არც ერთი არის ხო არც ერთი არის ტყუება იმიტომ რომ პროსტა ის დები არიან რა მივხვდი აეგ მივხვდი კითხვა ცოტა გვიან მივხვდი პროსტა ხო რობერტს ყავს სამი ექიმი და ძმები არ ყავს ჩვენ ძალიან ვიცინეთ ამაზე გუშინ ახსოვს გამარჯობა დასწრებაზეა
კი, ალბათ. კი. და მე მგონი არ უნდა დაგვეზაროს, ხო? ვარა. აუ ძალიან ბრაზობ ხოლმე, არ ვიცი მე კიდევ ერთხელ ვიძახი რისი ბრალია? არ ვიცი. 30 რო გადავაბიჯე იმის ბრალია თუ რისი, მაგრამ ჩემ ბავშვობაში დასწრებაზე იყო, 90-იანებში. კი. მილენიალებს გვიყვარდა დასწრება. 90 ძალიან ფერადი იყო. ხო, რამდენად ჩავთეთრი იყო, იმდენად ფერადი იყო. ხო, რაღაც უცნაური ამბავი იყო რა. არის. ხო, კი, მე მგონი რომ დამარჯობა უნდა დავასოთ ერთმანეთს. მაგარია. კი. კარგი. აუზში არის 10 თევზი. ორი ჩაიძირა, 4 გაცურა, 3 მოკვდა. რამდენი თევზი დარჩა აუზში? 1. არა, აიცა თავიდან მითხარი თუ შეიძლება. 10 თევზია აუზში. 2 ჩაიძირა, 4 გაცურა, 3 მოკვდა. რამდენი დარჩა აუზში? 3 მოკვდა. ყველა დარჩა. არავინ არ ამოსულა მოუსინა. გიან დაოფიქსირე. იასნა. არავინ არ ამოსულა ოდიდან და. რა მაგარია. კითხვები არის, ერთი ხულინორი. ყველა დარჩა რა. კედელზე კიდია და გრუხუნებს, ხო? მოზე იწყება მოტოციკლეტია. ჩემია და დავკიდე. ჩემია და დავკიდე. მოტოციკლეტი. სინდისი რომ ქეჯნას გიპირებს შემორტყმა გინდება? არ ვიცი. სად არის სინდის? არ ვიცი არა. მაგის დედა. თული კითხვა. დავფიქრდები. დრო ხო არ არის რომ კაცება საიდუმლო გავამხილოთ. დავფიქრდი ბიჭო. просто რომელი მაგას მიხსენე. ამ განაცემაში არ ღირს ხო? არ გამო. საიდუმლო. კარგი. მოდი ხა სერიოზული კითხვა. შეეცადე დაასახელო 5 დღე მიმდევრობით, ისე რომ არ გამოიყენო კვირის დღეები ან რიცხვების დასახელება. ანუ ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათიც არ გამოიყენო შაბათი კვირა და არც 1 2 3 4 5 დღე. აუ მე მგონი ჩავჭერი. აიცოდე. პარასკევი? არა? არა, არ უნდა გამოიყენო ორშაბათი, სამშაბათი. ორ კვირაც არა და შაბათი. კვირა არ უნდა გამოიყენო. ეგრე დასახელება. დღეები. არც 1 2 3 4 5 6 7 დღე. ანუ ნახე ხო 5 დღე უნდა დაასახელოს ისე მიმდევრობით, რომ არ დაასახელოს კვირის დღეები და არც რიცხვებით გამოსახოს რა. წვიმის დღე? არა. გუშინ წინ გუშინ დღეს ხვალზე. მეწოდინება, მადლობა ამისთვის. არ ვიცოდი მე რაღაც შვიდი დღე ვიცოდი კვირეულის. გუშინ წინის წინ და გუშინ წინის წინაც არის. ხო 7-ზე შეგვიძლია გამ, თელ კვირაზე შეგვიძლია გამ. თავისუფლად. დაჯი მთელ თვეს მოვიცი. ამ ქვეყანაში ყველაფერი დასწრებაზეა. ვერ ვიტყოდი მთლად. ხო? რო დასწრებაზეა. თუმცა საჭირო არ ვიცი რა, არ არის საჭირო რა. დასწრება. რაღაცები გამართლებაზეა, რაღაცები ნიჭზეც არის, ხო? კი. ბევრი რამე გამართლებაზე უფრო. ალბათ უფრო პროფესიიდან ვიღო. ხო, პროფესიიდან გავდივარ, ხო, გამართლება ბევრია, ხო. გაგიმართლა შენ? ძალიან გაგიმართლა და მაგრამ ბიჭო, გამართლებასაც ვერ ვიტყვი. იცი რატო რომ მე კაცს მიღმაც გითხარი შენ. რომ შენი ნიჭი რაც არის, ეს არ უნდა დააკარგულიყო და არ დაიკარგა რა. იმიტომ რომ მე მინახავს შენი თითქმის ყველა სპექტაკლი და
აქვე ვადასტურებ კამერების წინ, რომ შენ ჩემთვის ხარ ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი. მადლობა. შენს მადლობა რა. პაკალინეში თაობაში. მაინც ეს 90-იანები ბოდიში. ხო, შენს თაობაში ხარ, მართლა ვიძახი. და მართლა ვიტყვი რა, ვისაც შენ ლექსები აქვს მოსმენი ტელევიზიით და მოწონს, მოდი მოვიდეს და ნახოს შენი სპექტაკლი და მიხვდებიან, რომ არ ვიცი, ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც შენ აკეთებ სცენაზე. მადლობა მაგისტრის. პირიქით, მადლობა, რომ ხარ ჩვენი სტუმარი კიდევ ერთხელ. იყო დრო, როცა მშიერს საჭმისუნი გაძღობდა? კი. ხო, მე მგონი ყველას პერიოდ ყველგან იყო ეგ. 90-იანები ვინც ვართ? თვალიც რა. ხო, მე მახსოვს, რომ ყევლიან პურსი ზეთიც ესხა და ყევლიანი პური მახსოვს, შაქრიანი პური მახსოვს და მარგარინს რო ჭამდი. ხო. და დიდი ცეცხლი ორ კორპუსში რა ჩაიდუღდებოდა რა ბავშვების. შაქრი. ასად იყო შაქარი. შაქარი ეგრე შაქარის გაქრა. ჩვენთან უბანში გაიპოვეს ერთხელ. მაშინ ვიპოვეთ ბავშვებმა დიდიაძელი გაის პატარა კვადრატები და ენა წყნეთის ქუჩაზე. იყო ჩაი. სულ მიკვირს რა. მიხედავ იმისა. ეს ჩემი პრიჩოსკა არა, ხასუსო. ვერ ვიტან ამას. ერთი სული მაქვს ფასოდი შევიჭრე. როლისთვის ემზადები? ითამაში დამჭი. ინდუ. სულ მიკვირს რა, იცი რომ მიუხედავად იმისა, რომ საშინელი წლები გავიარეთ, საშინელი ბავშვობა მქონდა, მოდი, შევთანხმდით მაგას. მაგრამ მაინც მოგწონს და კარგად გვახსენდება ბავშვი. რა არის? სიგრძნობა. ურთიერთობა. ნდობა. ხო, ნდობა. ნდობა უფრო მეტი გქონდა. ვერ ხვდებოდი რა. კი. ხო, აი ნდობა ყველაზე. ნდობა რა. ნდობა გქონდა ერთმანეთის. დიდი. როცა ეჭვიანობ, გიყვარს თუ ღირსება გელახება? როცა ეჭვიანობ, შენ თავს ვნებ. ხო, აი შენ თავს ვნებ. რაღაც ეჭვიანობას მე რაღაც რადიკალურად ვეჭიდავები. ხო? აი რა არის ეჭვიანობას რო ვაფიქსირებ რა არის, ეს არის შენი ფანტაზია რა. აბსოლუტურად. თორე დანარჩენი რეალობაა, ხო? თუ რაღაცაა და ეჭვიანობით რავი, რამდენი ვარიანტი შეგვიძლია ეხლა მე რო წარმოვიდგინო. ყველაფერი შეგვიძლია. ხო, ეჭვიანობა სიცოცხლეა, საბოლოო ჯამში მოდი გავარკვიოთ რა. ხო, რა მარტივად რა. რა შეგდება რა. ვისაუბროთ. და რაღაცა იქამდე მივედით, რომ საუბარი შეგვიძლია და ჯოხი ქვა თავში აღარ გვინდა. ხო. და ველაპარაკო და აბა გაუგოთ ერთმანეთს. არ გინდა შენ წვენი პირველი მე წვენს დავლებ რა, გაუგოთ. ხო, კი. მოსულა რა. კი, ზუსტად. კენჭს შეუძლია ლოდად დაგვეცეს? კი. მინახავს. მინახავს და განგიცდია ხო? კი. კი. დამბივად. ერთხელ თუ არა უშავს, როდის უშავს? აღარ ვიცი. ერთხელაც არა. ერთხელაც არა. ერთხელაც არა. ხო, მაგრამ ხო გვიპატიებია ერთხელ. ეხლა ვამბობ რომ აღარ. იცი რა, მე მაინც იქ ვარ, რომ ერთხელ უნდა ვაპატიოთ. კი, მეც. ასევე იქ ვარ, რომ ბევრჯერ განგვიცდია ის რომ ერთხელ ვაპატიებ, მეორეთაც იგივე გავუკეთებიათ, მაგრამ მაინც მანდვა რა, ერთხელ არა უშავს. ხო რა. ვის არ მოსვლია რა. ხო, მაგას ვამბობ. როგორ შევსვათ ჟირაფი მაცივარში? ვიცი. არი უნდა გამოვაღოთ მაცივრის. ჟირაფს კისერი უნდა მოვგრიხოთ. შევსვათ და მივხვოთ. სორი. და როგორ შევსვათ სპილო მაცივარში? მაცივარი უნდა გამოვიღოთ, ჟირაფი გამოვაცროთ, სპილო შევსვათ და კარი ისე მივხუროთ. კარგია. მე გამოცანები ვიცი. ლომმა მოიწვია კრება. ესწრებოდა ყველა გარდა ერთისა. რომელი არისო?
აი კითხვა არ ვიცოდი, მაგრამ მივხვდი მაცივარშის ის. მივხვდი. აი არ ვიცოდი ოღონდ. უნდა გადალახო განიერი მდინარე, რომელშიც ბინადრობენ ნიანგები. როგორ გადაცურავ? საჩქარა. არა, ჩვეულებრივად, ნიანგები ძლომის კრებაზე არიან. აუზაკაი. ჩვეულებრივად. კრებაზე არიან ნიკარავი. აუკაი. ეს არ ვიცოდი. ბიჭო, ხო, რამდენი იყო ესეთი ჩვენ დროს? რაო, ბევრი. ჯოჯოხეთში დარეკვა რომ შეგეძლოს პირველი რას კითხავდი? თუ შეიძლება დამალაპარაკე მეთქი პროსტა ვის არ ვიცი რა ჯერ ჩამოგავიხსენებ ვინ არის მანდა? ვინ არის მანდა? ვის დაველაპარაკო საიდან? აღერთო მოპატი იყო დულში ამყავით. ახალი აბზაციდან რა არ უნდა დაიწყო? და ოპა, ჩავძაბეთ. რა არ უნდა დაიწყო? ვიცი. ყველაფერი ახალი აბზაციდან უნდა დაიწყო ალბათ რა. ხო, ალბათ. ალბათ. წაშალო თავიდან დაიწყო რა. ზუსტად. მეც ოფილა რა ვიცი, ხოვრებაც ეგრე და მინახავს რაღაც ორჯერ თითქოს თავიდან ერთმანეთში ჯდება, მაგრამ ორჯერ მაქვს რა, რაღაც ცოტა სხვადასხვანაირად შეხედული ცხოვრება. ხო. ვიჯი თითქოს თავიდან. ისე ცხოვრების თავიდან დაწყებას აქვს სხვა ხიბლი, ანუ სხვა რაღაცები დაამუღამე? მე არ მინდა შევეხო იმ რაღაცებს, უბრალოდ ისე სხვა რაღაცები დავამუღამე თუ არა იმას ამბობ თუ არა, კი, ბევრი რამე. სულ ამბობ რაღაც წინის დებილი ვარ, არ ვიცოდი მეთქი რაღაცეებს რა, მაშინ რაღაცეებს ცოტა ცოცხლად ხედავდი რა სცენარებს რა. ხო, აი ეს ზუსტად მაქედან გამიშთა კითხვა, იმიტომ რომ სადაც 2 წლის წინ გიორგისთან იყავი ვარდუსანიძეს და იქ ინტერვიუ მოусმინე და აი მაქედან მაინტერესებს, ანუ იმის გასაგებია რომ მანამდე ნანობ, მაგრამ რო არ იწერდი. არც ახლა არ იწერ რაღაცეებს? არა. თუ გავიდა ის პერიოდი. ის პერიოდი გავიდა, იმიტომ რომ იქ რაღაცა ცოტა სხვა ფერები იყო რა, მაშინ რაღაცეები გაითიშა, რაღაცეები დაიკარგა და გინდა არ გინდა, ალბათ დღეს რაც არის რა, აი ყოველდღიური პრობლემები ეგენი თავში არ ტრიალებდა. ხო. შეიძლება ცოტა ბავშვურად იყო ალბათ რა, მაგრამ თვითონ აი ცოცხლად ხედავდი თითქოს აი ეხლა რო თქვა თუ სულოსაგნებს რა, სცენარის. ხო. ხედავდი ცოცხლად რა მთას რაღაც ვაჟა წავიკითხე მე რენენელად და გავყევი რა ვაჟა წაკითხული ხო გაგ ბავშვობაში მაგრამ აი გაგრასები თქვა რომ თან თუ თამაში მოგიწევს ხო ხოფტები რამდენი უნდა წაიკითხო კიდე ცოტა მეტი მაინც რა პირველად რო და აი რა კარგად იყო გასული რა იტვინში და ვიზუალურად ჩანდა ძალიან ბევრი რაღაცა რა მაგრამ ეგ ემოციები დარჩა შენში თუ ვერა ხო? ეგარ თვითონ ცხოვრებამაც მოიტანა ალბათ რა ტკივილებმაც რაღაცეება. ხო რა თქმა უნდა. ითქვა ეგ რა ჩვენი თაობა უკვე შედარება ნორმალურ ცივილიზებულში სადაც 70 წლის ადამიანს. ხო, გავუხეშტით მე მგონი რაღაცეები. ემოცია აქვს ყველანაირი განცდილი რა. ხო. ახსენე ჩვენი თაობა აიღე რა რომელიც ხა მე-9 აპრილის მახსოვს ვიზა ჩემი შიმშილობდა და იქიდან მოყოლებული 3-4 წელი არის პაუზა რა და სულ რაღაცა იმაში ვართ რა. ისე ძალიან უცნაური თაობა ვართ, არაფერი არ გვიკვირს და ტეხავს. მაგრამ იმიტომ ყველაფერი ვნახეთ. რაღაცები მინდა რომ გამიკვირდეს და მაგრამ ყველაფერი ვნახეთ თო. დაჟე ის თაობა ვარ რა ვიდეო რო ვნახეთ და გაგვიკვირდა რა. ხოლმე არა ვაფშე ყველაფერი ვნახეთ. ეხლა ამ ყველაფერს через ინტერნეტი თბილისშიც და ამერიკაშიც უყურებს ვიღაც. ამას ვერ წარმოვიდგენდით. კი. ჩვენ გვაქვს შოკი რომ ის ტიტე მაჩვენებდა ამის წინ რომ ჩვენს რომელიღაც კონკრეტულ ვიდეოს 100%-დან დაახლოებით 9 თუ 10% უყურებდნენ ამერიკიდან. ხო და წარმოიდგინე ხო ვინ წარმოიდგენდა მაგას?
ჩვენ ძალიან გოიმბები ვიყავით მაგამ ბავშვი. სამბო. შრომის მასწავლებელი მოთქო უცხოეთში ვიყავი, ქუჩაში ლაპარაკობდაო ვიღაცაო და გიჟი მეგონაო და ახლოს რომ მივედი ტელეფონი ეჭირაო და აი მეთქი ეგ მოაწყუები ანტენიანი გვაქვს, მაგრამ სახს ვერ გამოცდები და რამე და გაგრას პირისად პერვის გვერდზე გაიხსნე 1-6 თვეში მეგაკომი პირველი. სცენაზე დაგვიწყებია რომ თამაშობ? კი. ამდენი ყოფილა ხოლმე. ეგ კარგი შეგრძნებაა ხო? მაგარი. და ყველაზე საშინელება არის მაკედან გამოსვლა, როცა გამოყავხარ ვიღაცის ტელეფონს დარბაზში. აი გინდა რომ ჩახვიდე და ტელეფონით. აი რა, ბიდი და უცბად აღწევ. მიგიცია შენიშნა სცენიდან მაგისთვის. არა. просто რა არის, აი რაღაცა თავს აჯერებ, ხო ხდები რაღაცა ვიღაც სახარ. და იმ დონეზე უნდა დააჯერო, რომ მაყურებლებამდე მოვიდეს, ხო, ტალღა. და უცბად ვიღაცა გეუბნება ეგრევე ხვდები რომ ბაჩო ხარ ჩაჩიბეა და რაღაცას არტისტობ თუ რა აი რა სუფეხებზე კიდე არა ტელეფონზე ვიღაცა ურეგავს გივი თუ ნათი არ ვიცი. იცი რა რომ მივართ მაგამდე რომ ტელეფონი მაღალ დარეკოს, იმიტომ რომ არ ვიცი სულ ეკავს. ყველა სპექტაკლზე ეკავს მეგონი ტელეფონი. რა უნდა არ ვიცი რა. სანამ სპექტაკლი დაიწყება ერთი 3-ჯერ ვაფრთხილებთ. ვეუბნებით ვეხვეწებით, მოწიწებით ვექცევით. რა შეიძლება მოხდეს, რომ უბრალოდ გათიშოს. ტელეფონი არ გათიშოს, მაგაზე არ მაგათიშოს რა. და არ უპასუხოს, რომ იცი რა მან მაცივართან დევს. იცი, აი ეგ რა საშინელება იცი, სცენაზე რაღაცას თამაშობ და წარმოიდგინე უცბად. შენ როცა რაღაცას თამაშობ და დარბაზში უცბად 1-60 კაცი აქეთ-იქით წერტილებად სახეები რო ჩანს, იმიტომ რომ მესიჯებს რო წერენ და სახე რო ანათებს ქვემოდან რა. აი ცუდია რა. გავიზრდებით იმედი. ალბათ. ჯერა. ბევრ ამაში გვჭირდება განსაზღვრა მაგაშიც და რაღაცა იმედია გავიზრდებით. მანერა ან ჟესტი თუ აგიკიდებია პერსონაჟისგან, რომელიც ვეღარ მოიშორე. ამ დღემდე თუ გაქვს. არა, აი დღემდე გამომყვა არა, მაგრამ ყოფილა რამდენიმე რა. რამდენიმე რა. აი რო აი კარგად რო გამოყვება. რაღაცაზე აი კარგად გავყევი და მე გამახსენდა რომ ბიჭო გახმოვანება გაყოლა გაგას ვერ წაიკითხავ რა და აი ამეჭკი გამოსურე უნდა გამყვა რა აი კარგად გამყვა რამდენიმე თუ კამერა თუ სარკე კამერა ალბათ სარკე არ ვიცი სად უფრო ნამდვილად ხედავ შენ თავს? არ ვიცი. სად უფრო ცხელი, არ ვიცი, ხო, ძალიან უცნაური კითხვა. უცნაო არა, იმიტომ რომ ჩემთვის დაჟე პირველად რომ მომხვდა ეგეთი ფრაზა ნახე, სარკე რა არის? არსებობის პირადი პასპორტი. ოკეი. ხო ხტები, აი არ ვიცი, ოღონდ მაგასაც ვაფიქსირებ. ერთად დავდგეთ მე და შენ სარკის წინ და შენ ჩერეს სარკე შემხედე და მე ისე შემხედე. მაინც განსხვავებაა რაღაცა რო ვატყობ. ჩერეს სარკე რო გიყურებ სხვა ხარ რა მაინც თითქოს. ანუ მე არ ვიცი ეკრანიდან რო უყურებ ეგეთი ვარ, არა. ეგ მაგას ბევრი ამბობს, ხო რომ ეკრანზე ყველა ვარიანტში ყველა ოდნავ მაინც იცვლებით თუ ფოტოში არ ვიცი. კი, ხო. ანუ ჩვენ თავს ხედავთ ვაფშე ცხოვრებაში თუ არა ეგ არ ვიცი მაგაზე მიფიქრია. ხო ჩვენ თავს როგორ ავხат ხმაც კი ხო პირველად მოვისმეთ ჩვენ ხმას გვეუცნაურება. არა და მთელი ცხოვრება ამ ხმით ვარ. სულ დაყვება აი გახმოვანებაზე თქვა პირველად ვინც გაიკეთებს და ლაპარაკს იწყებს ყველას აქვს რეაქცია რომ ვა ჩემი ხმა ეს. არავის არ მოწონს თან. ხო. როგორი კარგი ხმაც არ მოწონს კი. 90-იანებში შუქი რომ მოდია და პირველი რას აკეთებდი? ტელევიზორისკენ გავმოდი ეგრევე. ყველა. და ვიდეოც გქონდა. იცი რა, მაგრამ ტელევიზორს ხელს რო ურტყავდით, მაშინ უფრო კარგად რატო აჩვენე? არ ვიცი. ოღონდ მართლა. ეგრესაც შლიდა უფრო კარგად. და შავი აღარ იყო წერტილებით რა ფერებს იღებდა ბაზარი არა. დგა. კი.
ის ტელევიზორიც მახსოვს რა ჩვენ მქონდა ის კაპ ესეთი რა და მე ჩემსაც ის მოძრა რაღაცა ჩემსაც არა ბევრი ზრებოდა და ყველა ზრებოდა ჩვენც ის იქონდა სუსამი არხი იყო რა პირველი საქართველოსი დილას და საღამოს ORT-ი და მე ტელევიზორში ჩემთან მახოს ნახალყოში ცხოვრობდა 8 საათზე მოდიოდა ხოლმე შუქი 8-დან 12-მდე იყო ძმაო აუ ესე იგი თქვენ სატელევიზიო პრობლემა არ ქონიათ ჩვენთან პრობლემა იყო მერე თემა იყო რომ ჩემ ერთმა მეზობლმა მეტროს დენი მოიპარა სულ ქონდა ხოლმე რაღაც პერიოდი სანამ არ დაგვიჭირეს მეტროს დენი რა ერთ-ერთი მეგონი მეტროში არ მიდოდა დენი შუქი არა არ მიდიოდა ასამო გამივლია ბევრჯერ ფეხით გვირაბებში რა არ მიდიოდა ორი მიული თან ისეთი რა 15 წუთი რო გაჩერდება ეხლა რო გაჩერდეს ასამო პანიკა ჯერდა მას ჩვენ გააგებდნენ კარგად ჩავდივით მივდივართ მახსოვს ვაგონსა და ვაგონ შორის ჩამოკიდებული ტიპები რო იყვნენ კიდე აუ რა იყო ისე მაშინ გამომწერის კითხვები გვაქვს ადამიანებმა რომლებსაც ჩვენ გამოგვიწერეს, მოგწერეს კითხვები და აქვე ვიტყვი რომ გამოგვიწერეთ კიდევ უფრო მეტმა მოგწერეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვინდა რომ ძალიან მალე ავდეთ 10,000 გამომწერზე და რა ვიცი, რაც უფრო მეც დააკომენტარებთ, მოიწონებთ ჩვენს ვიდეოს, გაგვეხარდება ძალიან. ესეთი კითხვებია. ანუ ეხლა რაც იქნება, ყველა არის გამომწერის კითხვა. ოღონდ არიციან გამომწერება შემდეგი სტუმარი ვინ არის და უბრალოდ წერენ და ჩვენ მარსა ძალიან მომწონს ხოლმე რა. კაიდია. ჩიტი ბრდღნად ღირს? არა. ჩიტს რას ვერ ჩიტ? რას ვერ ჩიტ რა. ლამპის შუქზე ხელის ჩრდილი არა, მოიცა. ლამპის შუქზე ხელის ჩრდილით რა დაგიხატავს? ძირითადად ჩიტი. ეს ძირითადად. მე ამას ხო, და ძაღლსაც ცხენივით, მაგრამ ნუ ძირი ესაა პირველი რა, მტრედი, კი. კი. სადმედიან ოცნებები? ოცნებები კოსმოსში რა. ანუ საზღვარი არა აქვს მაგ თვალსაზრისით კოსმოსში. ხო, შეიძლება ჩვენ დავივიწყოთ, მაგრამ მე მგონია რომ თვითონ ოცნებები არ გვივიწყებდნენ. მართლა ეგრე მგონია. ბრუნდება. სადღაც გვიბრუნდება. ვინც არ არის დამალული, შენი ბრალი არ არის? არ არის. არ არის სტუკა. საჯერილი ხარ. ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის დროს მარშრუტკას თუ გაუჩერებია? ვიტყვი რა ოღონდ მაგარ მარშრუტკას და გადავედი რა კარგად კი ჩემსაც გაუჩერებია გავყიდე ეს ზღვა რომ შავია დამნაშავე ვინ არის ჩვენ შილით შვებით ხო კი ჩვენ ვართ ჩვენ ადამიანს მისჯილი აქვს იყოს თავისუფალი. მისჯილი? არა, შესაძლებლობა აქვს იყოს თავისუფალი. აუ, ძალიან კაი, ხო. სასჯელი და თავისუფლება ვერ ჯდება ერთმანეთთან, აბსოლუტურად. შესაძლებლობა აქვს იყოს თავისუფალი. რა გინანია ყველაზე მეტად ცხოვრებაში? არ ვიცი. პროფილური კითხვაა, მაგრამ ხო. ყველაზე მეტად ვეძებ ეხლა რა მინანია, არ ვიცი. ვერ ვიტყვი. რამხელა საბანიც გაქვს, იმ ხელაზე უნდა გავშალოთ ფეხები. ალბათ ხო რა. თუ არ გიზარება თუ ჯანი გაქვს და სირვილი შეგიძლია გაშლი კიდე უფრო. ხო. საბანი ცოტა მეტი. 50 თეთრი, თეთრია თუ ყვითელი? უკვე თეთრი. თორე ყვითელი. ყველა ყვითელის გვახსოვს, ხო? გამოცანაც კი მახსოვს. გამოცანა? ლოგინის ქვეშ არის პატარა ყვითელი.
თზე იწყება 50 თეთრიანი იყო რა. აი შზე იწყებოდა. შეგორებული 50 თეთრიანი იყო. შეგორებული 50 თეთრი. შზე იწყებოდა. ბევრჯერ დაგასტუკეს? ოკეი. კი. ხო. კი. ეგ ტეხავს. კი. და ბოლოს თამაში ვითამაშოთ. ვითამაშოთ. სიმართლე თუ მოქმედება? გეტყვი ხა შენ თუ აირჩევ სიმართლეს, მე უნდა დამისვა კითხვა და შევეცადო სიმართლე გიპასუხო, შენ თუ აირჩევ მოქმედებას, რაღაცა უნდა დამავალო და მე თუ შემიძლია გავაკეთო. შემიძლია გავაკეთო. გასაგებია. ვიცი. კაი, სულ ერთია რომელიც გინდა. შენ რომელი გინდა? სიმართლე თუ მოქმედება? სიმართლე. ოკეი, მაშინ დამისვი კითხვა და მე შევეცდები გიპასუხო სიმართლე. მოგეწონა დღევანდელი გადაცემა. ძალიან. მადლობა. მადლობა შენ. ვიხარი. კარგი იყო, ძალიან ვისიამოვნე, მართლა. შეგეხუპეთ და არ ვიცი. შენ кайფე? კი. თავარი ეგა. მე ზედმეტი იყო თქო. რა? ზედმეტი ხო. ხო, მოიცა დავждეთ. არა, გავახსენე. დავждეთ. კარგი. ისა იქიდან მითხესო ისო, ბილეთი არ გიჩუქებია. ქალაქის თეატრში ვართ? კი არა და არც მithქოს დასაწყისში ხო მე ქალაქის თეატრში ვართ არაჩვეულებრივ ადამიანებთან მე ვიცი რომ შენ ახლა რეპეტიციო ქალაქის თეატრში და მემზადებით პრემიერისთვის მაგრამ სანამ შენი პრემიერა იქნება მინდა რომ ორი ბილეთი ორი მოსაწვევი მოგცე სპექტაკლზე პოლიცია სიამოვნებით და გაგვიხარდება დიდი მადლობა და თქვენს მოდი მე შენი სპექტაკლის ბილეთებსაც დავარიგებ. მადლობა. აბა, შემოგე. ბიჭო, ძალიან კარგი იყო. ხო, კაი. მადლობა. კიტო, საკაი.